სათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ჩვენ სახარებაში უფალი გვარიგებს გვასწავლის, რომ შეუძლებელია მარიამ თუმად უფალი მოხდეს ადამიანი ორ უფალს ემონებოდეს, შეუძლებელია კაცი ემსახუროს ღმერთსაც და მამონასაც. უფალი ჩვენ ამას სახარებაში გვასწავლის და აი როგორ არის ესე, რომ არ შეიძლება კაცმა და მას ყავდეს ორი ბატონი. ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად. ღმერთი და სოფელი ურთიერთის მიმართ უკიდურესად დაპირისპირებული, სრულიად შეუთავსებელი, ფრიად დაშორებული არიან და თავისთავად ორ ბატონს წარმოადგენენ, რომელთა ერთდროულად მსახურება, როგორც ქრისტე ბრძანებს, არავის შეუძლია. ვინც ერთს რომელსამე მიუახლოვდება, მეორეს უნდა დაშორდეს. თუ ერთ მათგანს შეიყვარებს, მეორე უნდა შეიძულოს. თუ ერთს მოემსახურება და ეთაყვანება, მეორეს უნდა განერიდოს. ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხვა იგი შეიყვაროს. ანუ ერთი სამის თავს იდვას და ერთი იგი შეურაცხყოფს. ჩვენს თვალებს არ შეუძლიათ ერთსა და იმავე დროს ზევით და ქვევით ქერა. გონება ჩვენსას ზეციურსა და მიწიერზე ერთდროულად ფიქრი, არ ძალუց. ჩვენს გულს ერთდროულად ვერ ეყვარება ღმერთი და ქვეყანა. მას ან ერთი უნდა უყვარდეს, ან მეორე. რადგანაც ერთსა და იმავე დროს ორივე სიყვარული შეუძლებელია. ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად, ღვთისა და მამონასა. ამის მიზეზს მოკლედ გადმოგცემთ. პირველი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი თავისი სამსახურისთვის ადამიანს სრულად მოითხოვს. ასევე სრულად მოითხოვს მას სოფელი. მაგრამ განუყოფლად აქაც და იქაც ყოფნა შეუძლებელია კაცისთვის. მეორე საღვთო ჟული სრულიად საპირისპიროა სოფლის კანონებისა და კვლავ შეუძლებელია ორი სრულიად საპირისპირო კანონის მორჩილება. ამ ორი მიზეზის გამო არ შეიძლება ვინმე ორ ბატონს ემსახურებოდეს, სახელდობრ ღმერთსა და სოფელს. ამის შესახებ სიტყვა ყურადღებით ისმინეთ. პირველი და საყოველთაო მცნება, რომელიც ღმერთმა მეორე სჯულის მეექვსე თავში მოგცა და რომელსაც სახარებაში ქრისტე ხშირად იმეორებს, არის შემდეგი. ისმინე ისრაელ, უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთ არს. სხვაგვარად მე ამბობს ღმერთი, ადამიანო, მე ერთი და ერთადერთი, ოდინდელი და ბუნებითი უფალი ვარ შენი, რომელმაც არაფრისგან შექმნილი, მოგეცი სიცოცხლე და სული, საკუთარი სისხლით გამოგისყიდე, მოგმადლე ცხონება და განგიმზადე ზეციური სასუფეველი. შენ ჩემი ქმნილება ხარ, ჩემი შენაძენი, შენ მთლიანად ჩემი ხარ. მაშასე შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. სურს
რომ მთელი შენი აზრები, გონება ჭვრეტა ჩემდამი იყოს მომართული, რომ იფიქრო არ განსაჯო, ჩემს გარდა სხვა არაფერი წარმოისახო, შენი სულ მცირე აზრიც კი სხვა საგნისკენ არ მიმართო, ყოვლითა სულითა შენითა, მინდა რომ შენი მიდრეკილებანი სწრაფვა სიყვარული იმედი ჩემკენ მომართო და ჩემს გარდა სხვას არავის კონდეს ადგილი შენს გულში, ყოვლითა ძალითა შენითა, სურს რომ მთელი შენი ძალა, შრომა და გარჯა მე მიზღნა და ვერ მოვითმენ რომ სხვა ბატონთან ვიყო ზიარი, მე მოშორნე ღმერთი ვარ და მინდა ერთადერთი ბატონი ვიყო შენი, ისმინე ისრაელ, უფალი ღმერთი შენი ერთ არს, მე სრულად მინდიხარ სხეულითა და სულით, ამიტომ მოვითხოვ რომ მხოლოდ მეგიყვარდე, შენი სხეულის ყველა გრძნობით, მთელი სულიერი ძალებით მე ერთს მემსახურო, შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენი ყოვლითა ძალითა შენითა, ასე ბრძანებს ღმერთი. ჩვენ დედამიწაზე დავიბადეთ და გავიზარდეთ და მრავალნაირი ამქვეყნიური ბორკილით ვართ შებორკილებული. მათ გაჰაწყვეტათ ზეღვთისა מחვილით მოვიდა. ნუ გონებ ვითარმედ მოვედმე მიფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა. განდგომილ სოფელთან დასაზავებლად და მართლაც ის განდგომილია, რადგან განუდგა ღმერთს და არ სნობს მას. სოფელსა შინა იყო და სოფელმან იგი ვერ ისნა, არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ מחვილისა. მინდა საუკუნო ბრძოლა ვაწარმოო მასთან, რადგან ის ჩემი მტერია, ჩემო მსმენელო, დიდი ბორკილი, რომლითაც სოფელს ვართ მიდაჭრული, არის სიყვარული მშობლებისა შვილების, შვილებისა მშობლების მიმართ, ძმისა ძმის მიმართ, მეგობრისა მეგობრის მიმართ, ასევე საკუთარი სიცოცხლის სიყვარული. ქრისტე ამბობს, რომ მან მახვილი ამ ბორკილის გასაპობად მოიტანა, რათა გააპოს შვილი მამებისაგან, ასუნი დედებისაგან, ძალი დედამთილისაგან, რამე თუ მოვედ განყოფად კაცისა მამისათვისისა და ასულისა დილისათვისისა და ძალი დედამთილისათვისისა, რომელსა უყვარდეს მამა, აუნ დედა უფრო ის ჩემსა, არა არც იგი ჩემდა ღირს. ვინ სოფლის შენარჩუნებას ცდილობს, დაკარგავს მას, რომელმან მოიპოვოს სულითვისი წარწმუნდოს იგი. აქედან გამომდინარე ქრისტეს ნებავს, რომ ადამიანებს მხოლოდ ღმერთი უყვარდეთ, მშობლებზე, შვილებსა და თვით სიცოცხლეზე მეტად უყვარდეს იგი. შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა ძალითა შენითა. სხვა ბორკილი ესაა ზრუნვა იმაზე, თუ რა ვჭამოთ და რა ვსვათ, რით შევიმოსოთ და როგორ ვიცხოვროთ. ქრისტე ამბობს, რომ მან მახვილი ამ ბორკილის გასაწყვეტად მოიტანა. მას არ სურს, რომ ჩვენ ყველაფერ ამაზე ზრუნავდეთ და გვკვირდება, როგორც მამა და ყოველივეს მომცველი, ქვეყნიერების ყვავილით შემოსველი და ფრინველთა მასაზრდოებელი, ჩვენთვისაც თავად იზრუნებს. ნუ ზრუნავთ სულისა თქვენისათვის, რა ისჭამოთ და რა ისვათ, ნუცა ხორცლად თქვენთათვის, რა შეიმოსოთ, რამე თუ იცის მამამან თქვენმან, ცეცათამან, რა გიღს ამათ ყოველთაგანი. ამგვარად ქრისტე წყვეტს ყველა ბორკილს, რომელიც ქვეყანასთან ვაკავშირებს, რათა მასზე არაფერმა მივაჯაჭვოს და მთლიანად მას ვეკუთვნოდეთ. შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა
ყოველთა სულთა შენ ყოველთა ძალითა შენითა. ანუ პატარა რეზიუმე ღმერთი მოითხოვს ჩვენგან რომ ის იყოს ჩვენი ერთადერთი ღმერთი, ადამიანი მას ემსახურებოდეს სრულად, მთელი 100%-ით, თავისი გონებით, სულით, ძალით, საქმიანობით, ყველაფერში ის იყოს დამორჩილებული ღმერთს. ღმერთი ამას მოითხოვს ჩვენგან. მეორე მხრივ, ქვეყანასაც უნდა რომ მთლიანად ვას ვეკუთვნოდეთ და ღმერთთან მოწინეობის ნებას არ გვაძლევს. სოფელი ღმერთისგან ჩვენს დაშორებას 1000 საშუალებით ცდილობს. იცით თუ არა, როგორი მძიმე იყო ფარაონის ბატონობა დაბუნებულ ებრაელებზე? საბოლოოდ დასამორჩილებლად მას ისინი მთელი დღე შრომასა და ტანჯვაში ყავდა. ვენახების გადაბარვას აიძულებდა, ბაღებს ასუფთავებინებდა, შენობებს აშენებინებდა. მძიმე და მტანჯველი იყო ეს ყველაფერი. ამ ტირანის არაადამიანურობა წარმოიდგინეთ. მასთან მოსე და აარონი მივიდნენ, რათა უფლის სახელით ეთქვათ მისთვის, ეს უბედური ხალხი რამდენიმე დღით გაეთავისუფლებინა. მათ უდაბნოში მსხვერპლის შეწირვასა და ღვთის გამდიდებამდე რამდენიმე ხანს უნდა დაესვენათ. გამოავლინე ერი ჩემი, რათა მსახურებდეს მე უდაბნოსა ზედა და უთხრეს მას, განმიდე გზასა სამისა დღისასა უდაბნოდ, რათა მსხვერპლი შევწირო უფლისა ღმრთისა ჩვენისა. მართლა ამბობს უწმინდური მეფე, ღანაჯერ ისევ ახსოვთ ებრაელებს თავიანთი ღმერთი? ისევ უნდათ მისთვის მსხვერპლის შეწირვა? უმჯობესია საქმეს მიხედონ, რომ ამგვარ რამეებზე ფიქრის დრო არ ქონდეთ და დღენიადაგ მემსახურონ, რომ ღვთის სამსახურისთვის წუთიც არ დარჩეთ. დაუმძიმდინ საქმე კაცთა ამათ და მას ზრუნევდინ და მართლაც ამ საცოდავებს მხოლოდ ერთი საქმე ებარათ, აგურის დამზადება, მაგრამ შემდეგ სხვა საქმესაც ავალებდნენ, ჩალის აგროვებას. ორმაგი შრომა მათ არათუ ღვთისათვის მსხვერპლის შეწირვის, არამედ ფიქრის საშუალებასაც არ აძლევდა. საგანგებოდ მიჩნეული მეთვალყურეები მუშაობას აიძულებდნენ და სულის ამოთქმას არ აცედნენ. დაუმძიმდნენ საქმე კაცთა ამათ და მას ზრუნევდნენ. ასეთი თანებრობა სულს ჩვენზე, ქრისტიანებზე, ჩვენი სულის ტანჯველს, ღვთისმოძულე სოფელს. მას სურს მუდმივი შრომის უხელქვეშ ამ მძიმე ცხოვრებისეულ ღელვარებაში ტყვეობით ვამყოფოს. ხოლო მაშინ, როცა გვინდა ღვთისადმი ჩვენი ვალი აღვასრულოთ, დაბრკოლებებს გვიქმნის. სწორედ ასე დროს ამბობს, დაუმძიმდინ საქმე კაცთა ამათ და მას ზრუნევდინ. გსურს კი ლოცვა? მაშინ აგვეშლება მიწიერი აზრები, რომლებიც ჩვენს გონებას 1000 წვიმას და რაღაც დაბრკოლებებს უმზადებს. გსურს კი წირვის მოსმენა? სწორედ ამ დროს გვირთულდება მიწიერი საქმეები, რომლებიც ეკლესიიდან სახლისკენ და გართობისკენ გვიტყუებს. გსურს კი აღსარება? აქ კი ჭეშმარიტად ორმაგდება ქვეყნიური საცდური და ამ ღვთისათნო საქმის აღსრულების საშუალებას არ გვაძლევს. დღე ლოცვის გარეშე გადის, დღესასწაული წირვის გარეშე, წელიწადი უახსარებოდ. სოფელი მისი სამსახურისთვის თელს ჩვენს დროს ითხოვს, დაუმძიმდინ საქმე კაცთა ამათ და მას ზრუნევდინ.
ნუ ზრუნავთ საჭმლისა და სასმლისა, ამბობს ღმერთი. არა, ამბობს სოფელი, სწორედ ამაზე უნდა იზრუნო ადამიანო, უმთავრესად კი იმაზე, რით შეიმოსო, როგორ მიაღწიო დიდებას, სიმდიდრეს, რათა ღვთის სამსახურისთვის დრო აღარ დაგჭეს. ქრისტიანო, ღმერთ შენ სრულად უნდიხარ, ქვეყანასაც ასევე. ორივესთვის ერთდროულად ყოფნა კი შენთვის შეუძლებელია. არ ძალგიც ორთა უფალთა მონებად. ეს ორი ურთიერთ შეუთვისებელი ბატონია, რომელთაც არაფრით შეუძლიათ ურთიერთში თანხმობა. ერთ მენახშირეს ხებავთან ერთად უნდა დაბინავება, მაგრამ იმან უთხრა, შეუძლებელია ჩვენი ყოფნა ერთ ოთახში, რადგან შიშობ ის არ გააშავო, რასაც მე ვაფეთრებ. რა მური, რის მტვერი, რომელი უკუნეთი, ის მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნიური ზრუნვაა. როგორ აბრმავებს, როგორ აბნელებს ის გონებას და ღმერთის გარკვევით დანახვის საშუალებას არ აძლევს, ისევე როგორც მენახშირის და მღებავის ერთ სახელოსნოში დაბინავებაა შეუძლებელი, ასევე სოფლიური ზრუნვა და ღვთისადმი სწრაფვა არ შეიძლება ერთ სულში ერთდროულად იყოს. მობოქარსა და ბრძოლ გონებაში ვერ იხეირებს ვერც კეთილი აზრი და ვერც მადლი ღვთისა, ამბობს კირილე დიდი. აი, რაში მდგომარეობს ის პირველი მიზეზი, რომლის გამოც არავის ძალუც მსახურება ორი ბატონისა, სახელდობ ღვთისა და ამან ქვეყნისა. მეორე მიზეზი ის არის, რომ საღვთო ჟული სრულიად საპირისპიროა ამ ქვეყნიური კანონებისა. ღვთის კანონი უპირველეს ყოვლისა რას გვეუბნება? ვიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავითვისი, უფრო მეტიც თვით მტერი გვიყვარდეს და იმათ მიმართ ვიყოთ მოწყალენი, ვინც ბოროტება გავიკეთა. ქვეყნიური კანონები გვაიძულებენ არა მხოლოდ მეგობრები არ გვიყვარდეს, არა მხოლოდ ძმებს სძულდეთ ერთმანეთი, ან მშობლებმა და შვილებმა იომონ ერთმანეთთან, ისინი ჩვენგან გაცილებით უარეს მოითხოვენ. კეთილის მყოფელთა მიმართაც უმადურნი ვიყოთ. ღმერთი გვიბრძანებს ვიყოთ მოწყალენი, უპოვართ შევეწიოთ და მათთვის წყალობა გავიყოთ. სოფელი კი სიძულწისკენ გვიბიძგებს. სხვის ხარჯზე გამდედებისკენ მოგვიწოდებს. ასე ვთქვათ, უხონელთა სისხლის წობისაკენ გვიბიძგებს. ღმერთი ჩვენგან სიმართლეს მოითხოვს. ამა ქვეყნისთვის კი არაფერია სიმართლეზე უფრო საზულველი. ამიტომ ჭეშმარიტად ღვთაებრივი სიბრძნე თქვა ქრისტემ, სულიგი ჭეშმარიტებისა, რომელი სოფელსა ვერ ხელეწიფების მოღებად, რამე თუ არა ხედავს მას, არა იცის იგი. სოფელს მზაკრობა, პირფერობა და ტყუილი უნდა, ღმერთ სურს დაცული იყოს სამართლიანობა, დაითმინოს ბოროტება, რათა სათნოება დაფასდეს, განიდოს წესრიგი, რათა თითოეულმა დამსახურებისამებრ მიიღოს და შეძლებისდაგვარად ფლობდეს. ქვეყანას უნდა რომ უსამართლობა მეფობდეს. ტახტზე მანკიერება იჯდეს, სათნოება კი ლპებოდეს, ჭარბობდეს ვერცხლმოყვარეობა, ყველაფერი უწესრიგობამდე და გრევამდე მართოს. მოკლედ, რომ ითქვას, ღმერთს თავმდაბლობა, მოგზალება, თვინიერება და მოთმინება სურს. ქვეყანას კი სრულიად საპირისპირო, სიამაყე, თავშეუკავლობა, მტრობა და ცდუნება სტადია. ამიტომ საღვთო ჟულის კანონი სათნოებათა ის ვიწრო გზაა, რომელსაც ცათა სასუფეველთან მივყავართ, ხოლო ქვეყნიური კანონები ის ფართო გზაა ცოდვისა, რომელიც აუცილებლად საუკუნო
სატანჯველში მიგვიყვანს. ვის შეუძლია დაითვას ეს ორი სრულიად განსხვავებული კანონი და ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბატონს ემსახუროს? არავის. ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად. საშუალო გზა არ არსებობს. ორივეს დაკმაყოფილება შეუძლებელია. ან ერთი, ან მეორე. ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხვა იგი შეიყვაროს, ანუ ერთი სამის თავს იდვას და ერთი იგი შეურაცხყოს. ორივეს დაკმაყოფილება უდიდეს ბრძენს და უდიდეს წმინდანსაც არ შეუძლია. სახელოვანი არსენი კაცთა შორის უდიდეს ბრძნად და ეკლესიის დიდ წმინდა მამადაა ცნობილი. ხმებმა მისი სათნოებების შესახებ თეოდოსი დიდის დიდს უბიძგებს იგი სასახლეში მოიწვიოს და თავისი ორი ვაჟის არკადისა და ჰონორიუსის მასწავლებლობა დაევალდებინა. არსენი მივიდა და აი ეს საკვირველი კაცი იძულებული გახდა ორი ბატონისთვის მიწიერ და ზეციურ მეფეთათვის თეოდოსისა და ღვთისთვის ემსახურა. შეძლო კი ერთხელ ხამით სიზმარში ზეციდან ხმა მოესმა. არსენ გაიქესი და თავს უშველე. ხმა თითქოს და ეუბნებოდა, არსენ, შენ არ შეგიძლია იღვაწო სასახლეში. მიწიერ დიდებაში ვერ შეძლებ იზრუნო შენი სული ცხონებისთვის. გინდა ცხონება, გაიქეცი და თავს უშველე. არსენი აჩქარდა, გაიქცა მეფის სასახლიდან და შეეფარა ერთ მონასტერს, სადაც მან განსაკუთრებულად წმინდა ცხოვრება განლო. მას ასე ქრისტიანენო, საზრუნავი და გართობა ღმერთს ძლიერ გვაშორებს. ისინი მეტად გრძელსამოს გვანან, რომლებიც ნაბიჯის გადადგმაში ხელს გვიშლიან. ეს ის ტვირთია, რომელიც მიწას გვაჯაჭვებს. ბასილი დიდი ამბობს, ცხოვრებისეულ ზრუნვას მეტისმეტად მიცემულნი ხორცსავსე ფრინველს გვანან, რომლებსაც თუმცა ფრთები აქვთ, მაინც ცხრებებით დაღუღავენ მიწაზე. ჩვენ კი ახლა რას ვაკეთებთ? ორიდან რომელი ბატონის მსახურება გვსურს? ამ ქვეყნისა თუ ღვთისა? ნება მიმოძეთ ეს ორი სიტყვით თქვა, თუ ჩვენ არ გველის ოდესმე სიკვდილი, თუ აქვეყნად მარადიულად ვიცხოვრებთ, მაშინ დაე იყოს ასე. მას ვემსახუროთ და მისით ვიხაროთ. მაგრამ თუ კი მოკვდავნი ვართ, თუ კი მიწა ვართ, ერთი პეშვი, დღეს თუ ხვალ დავიხოცებით და გავიხსნებით, თუ კი დროებითია თვით ეს სამყარო, რამე თუ წყარვალთ ხატიამი სოფლისა, ამბობს პავლე მოციქული, თუ კი აქ მხოლოდ გზავრები ვართ და ჩვენი სამშობლო ცეცაშია, რამე თუ არა მაქვს ჩვენ აქასაყოფელ ქალაქი, ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცათაში ნაარს, თუ კი ჩვენი მამა და უფალი მხოლოდ ღმერთია, თუ კი მას წმინდა ნათლისღებისას აღუთქვით, ყოფილიყავით ერთგული მონები, მაშინ მთელი არსებით, მთელი სულით და მთელი ძალით ვემსახუროთ. ქვეყანავ ცრუ და შფოთიანო, ვისაც არ აქვს სამოთხის იმედი და ჯვარცმული ქრისტე არ წამს, ის გემსახუროს და შენთვის იმანი ხაროს. ჩვენ კი უფალი გვწამს და მას ვემსახურებით, რათა თანა ვიმეფოთ იმასთან, ვინც ამბობს, ხოლო თქვენ ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისა და ეს ყოველი შეგეძინოს თქვენ. დიდება მას უკუნისამდე. ამინ. აი ორი ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობა,
ადამიანი ვერ დაემონება ორივეს ღმერთს და ამ ქვეყნიურ ყოფას, ან უნდა ემსახუროს ერთს, ან უნდა ემსახუროს მეორეს. როგორც აღინიშნა, აი ბოლოს ძალიან კარგად და მკაფიოდ, ჩვენ ვისაც გვწამს საიქიო ცხოვრებისა, სულის უკვდავებისა, გვწამს განკაცებული ღმერთისა, მას ვემსახუროთ. ვისაც არ წამს ღმერთის და მას უყვარს ეს მიწა, ეს ყოფა და ის ემსახუროს აი ამ მიწას ამ ყოფას. თუმცა ჩვენ მათაც ვთხოვთ და უსურვებთ, რომ ადამიანმა სულის ხონებაზე იზრუნოს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დაკურთხოთ.